პოლიტიკურ საქმეებთან დაკავშირებით მინდა რომ ვიკითხო. Ну, გავედით ბოლოში ქვია მას, ხო? ნახეთ ეს საცირკო წარმოდგენა, რაც ერქვა რაღაცა ბრალდების მტკიცებულებების მოსმენა და გამოკვლევა, მართალია მედიისთვის დახურეს სასამართლოს ხდომები და სინამდვილეში ვერც გავიგეთ, ვერც ვერაფერი, მაგრამ ნუ იქიდან გამომდინარე, რაც ჟურნალისტებს და ადვოკატებს ამბავი გამოაქვთ, ბრალდების მტკიცებულებები ნამდვილად სასაცილოა. თუმცა ხო, არაფერი არ ველით რაღაც მოულოდნელს ნამდვილად, ხო? ალბათ ასე ხარ შენც. როგორ უყურებ ამ საქმეებს? მოგესალმებით, მივესალმები თქვენს მაყურებელს. ეს საქმეები თავის დროზე იყო პოლიტიკური შინაარსის მატარებელი თითოეული საქმე. შემდგომ უკვე სასამართლოში, როდესაც პროცესები დაიწყო, ამის დასტური იყო ის, რომ პირდაპირ ეთერში უყურებდით ცრუ მოწმეებს და იმ ადამიანებს, რომლებიც ამ საქმის შეკერვით იყვნენ დაკავებულები. რა თქმა უნდა, ეს აწუხებდა მათ შორის რეჟიმსაც, როდესაც საკუთარი თვალით უყურებდა მათ შორის მათი მომხრეების კი იმას, რაც ცირკსაც ისინი დგამდნენ სასამართლოში და ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს იყო, რომ დახურულიყო ეს ხდომები და მედიას არ მისცემოდა შესაძლებლობა, რომ გაეშუქებინა და დღის სინათლეზე გამოსულიყო ის ფაქტები, რაც ხდებოდა სასამართლოში, რომ მოწმეები მოდიოდნენ და იძახდნენ საერთოდ არაფერს და ამ ადამიანების ბრალეულობას უბრალოდ ვერ ადასტურებდნენ და მათ შორის ქართული ოცნების მომხრეებიც ხვდებოდნენ, რომ ეს იყო შეკერილი საქმეები და მხოლოდ იმიტომ იყვნენ ეს ადამიანები საპრობილეებში, ციხეებში, მხოლოდ იყვნენ დაკავებულები, რომ ისინი გამოხატავდნენ საკუთარ აღშფოთებას ქართული ოცნების კურსის ცვლილების გამო და იმ ყველაფრის გამო, რასაც ბოლო პერიოდში რეჟიმი ჩადის ამ ქვეყნის ინტერესების ღალატის კუთხით და მისი მოსახლეობის დაჩაგვრის კუთხით. ხო, ქართული ოცნების მიზანი რა არის, რომ რაღაცა დემოკრატიული პროცესები განვითარდეს ქვეყანაში. არა, მათი მიზანი არის ბოლომდე რეჟიმად ჩამოყალიბება და ყველა იმ ადამიანის დასჯა, ვინც აპროტესტებს იმ უსამართლობას, რომელიც დღეს დგას ქვეყანაში და თითოეული მათგანი, რომელიც არის დაკავებული, არის მხოლოდ იმიტომ, რომ განსხვავებული აზრის მატარებელია, რომ ისინი იცავდნენ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს, ამ ქვეყნის ეროვნულ ინტერესს და ამას გამოხატავდნენ ქუჩაში და ეს იყო ქართული ოცნებისთვის შიშის ფაქტორი, რომ შეიძლება უფრო მეტი ადამიანი ყოფილიყო გარეთ ქუჩაში გამოსული და რაღაცნაირად მათ სურდათ, რომ ამ დაკავებებით, იმის ჩვენებით როგორ ექცეოდნენ ისინი მომიტინგეებს, ხომ ჩვენ ნახეთ დასისხლიანებული ადამიანები როგორ ურტყავდნენ, შემდგომ როგორ გადაყავდათ, რას აკეთებდნენ იმ სამარშრუტო ავტობუსებში, რომელიც იყო დაკავებისთვის გამიზნული, ხო? იქიდან ფაქტობრივად სისხლს წმენდდნენ ხოლმე უკვე დაკავებულების გადაყვანის პერიოდში და შემდგომ უკვე ამას პირდაპირ ეთერში აყურებდნენ, როგორც ჯიდნენ ისევ ამ ადამიანებს, რომლებიც იყვნენ დაზარალებული. ეს არის რეჟიმის შემოქმედება, ოღონდ რეჟიმსაც გაუჭირდა პროპაგანდაში, როდესაც ეს დასისხლიანებული ადამიანები მიდიოდნენ სასამართლოში და ამ ადამიანებს უსჯიდნენ, შემდგომ უკვე პატიმრობას და წინასწარ პატიმრობაში უშვებდნენ, ამიტომ გააკეთეს ის, რაც გააკეთეს, რომ დახურეს ეს პროცესები, მაგრამ რაც არ უნდა დახურონ, მაინც გამოდის ის ინფორმაცია შიგნიდან რა ხდება პროცესებზე, ის რომ მოწმეები ხელს ვერადებს, რომ მოწმეები პოლიციელები ხელს ვერადებენ, ვერავის ის რომ ვიღაცას ნარკოტიკი ჩაუდეს და მომხმარებელიც კი არ არის ეს ადამიანი ნარკოტიკის და ასეც ცდილობენ რაღაც ფონს გასვლას, ხო? იქ რაღაც გადაკეტვისთვის ფულად ჯარიმები გააზარდეს და 5,000 ლარი არის. პრევენცია უნდათ მოიხდინათ ამ პროტესტის, რაც რა თქმა უნდა ვერ შეძლო ქართულმა ოცნებამ და თითოეული ის ადამიანი, რომელიც დღეს 60-ზე მეტია და ეს პოლიტიკური პატიმრები არიან, სინდისის პატიმრები არიან მტკიცეთ და საბრძოლველად განწყობილი იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში დასრულდეს ერთხელ სამუდამოდ პოლიტიკური პატიმრების არსებობა, დასრულდეს რეჟიმი და ამ ქვეყანას კონდეს სამართლიანი სასამართლო, კონდეს თავისუფალი არჩევნები, კონდეს
მართლმსაჯულება ყოველგვარი პოლიტიკური მოტივებით დაცლილი, ხომ? ისინი არიან საბრძოლველად განწყობილები და სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ბრძოლის გზა დღეს გადის საკანზე და ამის გავლა უწევს თითოეულ მათგანს და არა მხოლოდ მათ, ხომ? არიან რიგში კიდე ადამიანები, ვისაც ეს მოუწევს. მაგრამ ეს ჩვენი გასაკეთებელია. კიდევ 7 პირის საქმე, 8 პირიანი საქმე განიხილება დღეს. ასე ვითვლით უკვე პოლიტპატრონებს, ხო შეიძლება ითქვას, რომ სავსე არის ხე პოლიტპატრონები და ათობით სინდისის პატრონი ყავს, პოლიტიკური ნიშნით დაპატრონებული ადამიანები, ჟურნალისტები არიან ციხეში, ქალები არიან ციხეში, რომლებიც თავს იცავდნენ პირიქით და რაღაც უბედურება ხდება. ამ ხრივ და ამ გაგებით ასეთი მძიმე ვითარება და ასეთი რთული ვითარება ნამდვილად რთული გასახსენებელია ჩვენს უახლეს ისტორიაში კიდევ, სადაც ძალიან ბევრი მსგავსი უსამოვნო ისტორია შეიძლება იყოს. როგორ უყურებ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც თან ახლავს აი ამ სასამართლოებს და გარემოს ზოგადად ავტორიტარიზმის, ასე ვთქვათ, დამყარების სწრაფ ტემპს. პოლიტიკურ პროცესს, რომელიც არის ოპოზიციის შიგნით, მოდი ესეც რომ დავახასიათოთ და ავღწევთ. ხო, თავარი არის ის, რომ დღეს რეჟიმს ყველაზე მეტად აწუხებს ლეგიტიმურობის პრობლემა. მას არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ არავინ არ აღიარებს როგორც ხელისუფალს, რომელიც არის დემოკრატიული გზით არჩეული, მათ აქვს ძალაუფლება მიტაცებული და ახლა რაღაცნაირად ცდილობენ, რომ ეს ლეგიტიმაცია რაიმე ფორმით შეიძინონ. ჩვენ ვნახულობთ ხოლმე ხშირად პროპაგანდულ არხებზე, სადღაც თუ ვინმე ან ხელს აუწევს ან ჩამოართვევს ან სხვას თუ აუწევს ხელს და კადრი გამოჩნდება ისე რომ მათ ესალმებიან, როგორ ატრიალებს და როგორ ცდილობენ რომ დაგვანახონ რომ თურმე მათ კავშირები კიდევ აქვთ დასავლეთთან და ახლა ქვეყნის შიგნითაც ცდილობენ რომ რაღაცნაირად რაღაც თანამშრომლობა შექმნან ოპოზიციასთან, რომ ლეგიტიმაციის პრობლემა დაძლევონ. ამის ძალიან კარგი მაგალითია არალეგიტიმური პრეზიდენტი ყაველაშვილის განცხადებაც კი, რომ თუ თვითმმართველობაში შევლენ მე შევიწყალებ პოლიტიკურ ლიდერებს და ასე ეს მათ ამორჩეულს მიმართებოდა ეს დაპირებაც უბრალოდ ეს ნათქვამი, იმიტომ რომ აი როგორც ვთილობს ოცნება რომ განმუხტოს კრიზისი, იმიტომ რომ ყველას ესმის რომ ქვეყანაში კრიზისია და ეს მათ ამორჩეულსაც არ მოწონთ. ანუ სიმართლე ოცნების ამორჩეულს ძალიან უნდა რომ ეს კრიზისი განიმუხტოს. ამას ყველა ხვდება. თავად ოცნებასაც სურს ამ კრიზისის განმუხტვა. ოღონდ ამ კრიზისის თავად რეჟიმი არის, მათ შექმნეს ეს კრიზისი 20 ივნისიდან დაწყებული გავრილოვი, ლავროვის ოჯახი, პოზნერი, შემდეგ რუსული კანონი, შემდეგ ევროინტეგრაციაზე უარის თქმა. ამ ყველაფერმა გამოიწვია საზოგადოების აღშფოთება და ის პროტესტი, რომელიც დღესაც მიმდინარეობს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსთაველის გამზირი დღესაც არის ცოცხალი, აქვს მუხტი და ამ ყველაფერს ჭირდება ხელშეწყობა, რა თქმა უნდა, მათი მხარდაჭერა და ამ პროტესტის კიდევ უფრო მეტად განვითარება. რაც მთავარი არის, თუ გვინდა ჩვენ რომ რეჟიმი დაემხოს, ამისთვის საჭირო არის არათანამშრომლობა რეჟიმთან არც ერთ ეტაპზე, მათ შორის თვითმმართველობის არჩევნებზეც, რომელიც რაღაცნაირად წყალგამყოფი შეიძლება გამხდარიყო ოპოზიციაში, მაგრამ ვნახეთ რომ სრული უმრავლესობა პროდასავლური ოპოზიციური პარტიების საზოგადოება, რომელიც არის აქტიური, რომელიც პროტესტში არის ჩართული, მათ შორის პოლიტიკური პატიმრები, მათი ოჯახის წევრები და მათ შორის პროდასავლური ოპოზიციის ამომრჩევლის 70% არ ეთანხმება რეჟიმთან რაიმე ფორმით თანამშრომლობას და რაღაცნაირად ისეთი ოპოზიციის ჩამოყალიბებას, რომელიც იქნება თანამშრომლობაში რეჟიმთან და მათ ლეგიტიმაციას რაღაცნაირად მისცემს საშუალებას, რომ პროპაგანდა მიმუშაოს და ითქვას, რომ მათი ლეგიტიმაცია რაღაც დონეზე გაიზარდა ქვეყნის შიგნით. ძალიან მნიშვნელოვანი არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არათანამშრომლობა, არც ერთი ნაბიჯი რეჟიმის სასარგებლოდ არ უნდა გადადგას პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიებმა და იმ ადამიანებმა, რომელიც ამ ყველაფრის მონაწილეები არიან და ამ ყველაფრის გავლა მოუწიათ. არ შეიძლება ესაუბრო და შეხვიდე დისკუსიაში რეჟიმთან, ქართულ ოცნებასთან და ხაზი გადაუსვა ყველაფერი იმას, რაც მოხდა ბოლო თვეების განმავლობაში. უბრალოდ ნახე, თქვენ ასე აღწერთ ამ პროცესს, რომ აი ამ ოპოზიციური პარტიების საქციელი სწორედ ეს არის, თუმცა თავად ისინი ასე არ ხედავენ ამ ყველაფერს, ხო? ისინი არ ხედავენ, რომ ამ ბრძოლიდან გადიან, ან თანამშრომლობის რეჟიმში შედიან, ისინი თვითონ ბრძოლაში არიან და ნუ ამისთვის არგუმენტებიც აქვს, მათ შორის ის, რომ მათი პოლიტიკური ლიდერები ციხეში არიან. შესაბამისად, როგორ ფიქრობთ, ანუ
ეს ტაქტიკური განსხვავების დონეზე შეიძლება დარჩეს ოპოზიციურ პარტიებს შორის ეს არჩევანი თუ რაც უფრო ღრმა კრიზისს გამოიწვევს, რომელიც უფრო გრძელვადიანი იქნება, ვიდრე მაგალითად ეს თვითმმართველობის არჩევნები. დარწმუნებული ვარ, რომ უფრო ღრმა კრიზისში შევალთ. იქიდან გამომდინარე, რომ არ შეიძლება რეჟიმთან თანამშრომლობდე დღეს და ხვალ რეჟიმის დამთავრებისთვის ბრძოლის ავანგარდში იყო, იმიტომ რომ შენ მას უხანგრძლივებ რაღაც მიტაცებული ძალაუფლების ქონას ქართულ ოცნებას და შემდგომ თან გსურდეს მისი მალე დასრულება. რასაც ლელო და გახარია აკეთებს, არის ყველაფერი იმის ღალატი, რაც ამ თვეების განმავლობაში მოხდა იმ ნაცემი ადამიანების, დაკავებული ადამიანების, რომლებიც 60-მდიანი პოლიტიკური პატიმრები ამ ადამიანებმა შეგნებულად აირჩიეს გზა ამ ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვისთვის, დამოუკიდებლობის დაცვისთვის, იდგნენ ქუჩაში, გამოხატავდნენ თავის პოზიციას და მხოლოდ ამის გამო მოხდა მათი დაკავება და არა იმისთვის, რომ რაღაცა სხვა რამე ჩაიდინეს, ხო? ამ ადამიანების ერთადერთი დანაშაული არის ის, რომ აი ეს ქვეყანა უყვარს და მისი ეროვნული ინტერესის დაცვა არის მათი პრიორიტეტი და მისი ევროპული მომავლის და რასაც ახლა ლელო და გახარია აკეთებს, აი ამის ღალატი არის, ეროვნული ინტერესის ღალატი არის და ის კურსის ცვლილება, რომელიც დღეს აქვს ქართულ ოცნებას არჩეული, ამის ხელშეწყობა არის და რაღაცნაირად გახანგრძლივება არის იმისთვის, რომ მალე დასრულდეს ქართული ოცნება და დაუბრუნდეთ იმ საწყისებზე, რაც არჩეული გვაქვს სრულ უმრავლესობას ამ ქვეყნის, რომ ჩვენი მომავალი არის ევროპაში. სიტუაციის სიმძიმე იმას გვეუბნება, რომ ამ შემთხვევაში ამ ბრძოლაში დასაკარგი სივრცე და დასაკარგი ადგილი არ არის. ამ შემთხვევაში გულისხმობ უფრო მეტად პარტიებს. და გულისხმობ მათ შორის ლელოსაც და გახარიასაც. მე ასეთი ხედვაც მსმენე და მე პირადად უფრო ამას ვიზიარებ, რომ ერთი რა აზრზე შეიძლება ვიყოთ ალბათ ბოიკოტის გარშემო, ხო? მეც არ ვაპირებ მაგალითად არჩევნებზე წასვლას. მაგრამ ვერ ხედავ როგორ მიდიო არჩევნებს და როგორ ვაძლევ ხმას, ნამდვილად ვერ ხედავ. მაგრამ ეს არჩევნები არ არის. ხო, მაგის გამო და ბევრი სხვა მიზეზის გამო, მაგრამ ამასთან ერთად მესმის, რომ 4 ოქტომბერს არ მთავრდება ნამდვილად ეს ბრძოლა. და ანუ ეს ბრძოლა ბევრად უფრო ხანგრძლივი პროცესი იქნება. შესაბამისად, ამ ბრძოლაში ყველა ნაწილს ერთმანეთი დაჭირდება და არავის დასაკარგად არ არის სივრცე რა და ფუფუნება არავის დაკარგვისა არ არსებობს. ამიტომ ცოტა შეიძლება სხვანაირად უყურებდი ამას ამ ძაფრის სიტყვებისგან დაცლად ამ პროცესს, მაგრამ ეხლა ნახეთ აი თქვენ ლაპარაკობთ რა შეცდომას უშვებენ ლელოს წარმომადგენლები და გახარეს პარტიის წარმომადგენლები. მოდი ახსოვოთ ის პროცესი, რაშიც თქვენ ხართ. ანუ დამოუკიდებლად იმისგან ისინი რას აკეთებენ, ხო, როგორი არის ეს ბოიკოტის, არათანამშრომლობის, როგორც თქვენ ეძახით, ფორმატი. და ჩამოკიდებული აქციები თუ კიდევ უფრო სხვა მეტი კონკრეტული დეტალი იმ კამპანიისა, რომლის ჩატარებას საპირებთ. კი, აუცილებლად იქნება კამპანია, ეს ბრძოლა, რა თქმა უნდა, არ მთავრდება არც ერთ კვირაში, არც შეიძლება ერთ თვეში, ანუ გრძელვადიანი პროცესია და ამისთვის ყველანი უნდა ვიყოთ მზად, უნდა გქონდეს რკინის ნერვები, უნდა გქონდეს მიზანი, რეჟიმის დასრულება და ამას უნდა მიუყვეთ. თუ ამ პერიოდის განმავლობაში მალე მოხდება რეჟიმის ჩამოშლა, ხო, რა თქმა უნდა, არის იქნება ძალიან კარგი, მაგრამ არც ნიჰილიზმში უნდა გადავარდეთ, თუ ეს პროცესი ოდნავ გახანგრძლივ და იქნება მათ შორის ხალხთან გასვლა, მათთან საუბარი, მომზადება იმისთვის, რომ აქ პროცესები შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად, მათ შორის თითოეული პოლიტიკური პარტია უნდა იყოს ამ ბრძოლისთვის მზად და მათი ინფრასტრუქტურაც უნდა იყოს გამართული, იმიტომ რომ ჩვენ ბევრჯერ გვქონდა შანსი იმის, რომ რეჟიმი დასრულებული და ამას ოპოზიცია ასე თუ ისე ვერ შეხვდა მომზადებული და ამას თავისი მიზეზები აქვს, როდესაც ვიძახით, რომ რუსული მმართველობა არის ქვეყანაში, არ შეიძლება რომ ოპოზიცია კარგ ფორმაში იყოს, მაგრამ შეძლებისდაგვარად ეს კარგ ფორმასთან უნდა დავაახლოვოთ ჩვენი ის შესაძლებლობები, რომელიც გაგვაჩნია და რა თქმა უნდა, ყველა მომდევნო ნაბიჯი უნდა იყოს არათანამშრომლობა და არ უნდა მივცეთ ქართული ოცნების პროპაგანდას, რუსული რეჟიმის პროპაგანდას, იმის საშუალება, რომ ეს ლეგიტიმაცია, რომელიც მათ არ გააჩნიათ, რაღაცნაირად დაგვიტრიალონ და შექმნან განცდა, რომ მათი ლეგიტიმაცია დღეს უფრო კარგ მდგომარეობაში არის, მათ აქვთ მაგალითად საუბარი ოპოზიციასთან, მათ აქვთ საუბარი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ეს თვითმმართველობის
არჩევნები, რომელიც არის რუსული სპეცოპერაციის გაგრძელება, შეიძლება იყოს ამის შესაძლებლობა რეჟიმისთვის. ამიტომ, როდესაც საუბრობენ ველოსთა გახარიას წარმომადგენლები, ბოიკოტი არაფერს ცვლის, ბოიკოტი შეიძლება კონდეს იმ არჩევნების მიმართ, რომელი არჩევნების ფორმალურად მაინც ტარდება და ეს არ არის არჩევნები, ხომ, შეცვლილი წესებით, გაყალბების აუცილებლად მომხდარი გაყალბების ფაქტებით, რომელიც აუცილებლად იქნება და ამას თავად ეს ორი პარტიაც არ გამორიცხავს და ის ძალაუფლება, რომელიც აქვს ქართულ ოცნებას მიტაცებული, ამით ვერ მოხდება მათი ჩამოშლა. პირიქით, არათანამშრომლობა არის ერთადერთი გზა და ამ საპროტესტო მოძრაობის გაზრდა, რუსთაველის მოედნიდან გადატანა სხვადასხვა ქალაქებში, რაზეც უნდა ვიმუშაოთ. ის კი არ უნდა იყოს ფიქრი, რომ სადღაც სისტემურ ოპოზიციას ჩამოვყალიბდეთ, არამედ ჩვენი ფიქრი უნდა იყოს, რომ გავზარდოთ პროცესი ამ პროტესტის, რომელიც დღეს თბილისში არის. თავად ქართულ ოცნებასაც ძალიან დიდი პრობლემები აქვს და ამის ძალიან კარგი მაგალითი არის ის დაჭერები, რომელსაც ამ ხნის განმავლობაში ვხედავთ, ხომ? ბიძინა ივანიშვილი 13 წლის განმავლობაში აძლევდა უფლებას, რომ ჩინოვნიკები ყოფილიყვნენ კორუფციაში და ეშოვათ ძალიან დიდი ფული, ხო, ადამიანებს, რომელსაც არ გააჩნდათ არაფერი, დღეს არიან ოფიციალური მილიონერები. ოღონდ 13 წლის მერე ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ეს ფული უნდა დაიბრუნოს უკან. ოღონდ პირდაპირ ეთერში ჩვენ ვუყურებთ, როგორ ხდება ჩვენი ხალხის და ბიუჯეტის ნაძარცვის გაყოფა რაღაც კლანებს შორის, რომელიც რეჟიმა ჩამოაყალიბა. წინაზე იყვნენ ის კლანები, რომლებიც იშოვეს მილიონები, ახლა სხვა კლანია, რომელიც ამ ხალხს აკაჩავებს და ახევს ამ ფულს, რომ ბიძინას აუტანოს და ზეგ სხვა კლანი იქნება აბსოლუტურად, რომელიც აი იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს სხვებს აკაჩავებენ, ამათ დააკაჩავებენ. ასეთი ქვეყნის შექმნა უნდა ბიძინა ივანიშვილს. ამავდროულად ქუჩებში არის რაღაცა სროლები, კვლელობები, ადამიანებს ცხრილავენ, ეს ჩვეულებრივი მოვლენა გახდა, ხო? ნარკოტიკის მოხმარება გაიზარდა, იმიტომ რომ ნარკოტიკს მიაქვს ქვეყანა და ყველას შეუძლია მისი შოუნა. ასევე ემიგრაციის დიდი რაოდენობა არის ქვეყანაში, ფაქტობრივად იცლება ქვეყანა იმის გამო, რომ აქ არაფერი არ იქმნება დოვლათი ეკონომიკური და ამავდროულად კობახიძე გვეუბნება, რომ არ არის მნიშვნელოვანი ვიზა ლიბერალიზაცია, არ არის მნიშვნელოვანი ევროპასთან დაახლოება და თანამშრომლობა და ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც არალეგიტიმური ხელისუფლება ყავს, შენ რაღაცნაირად ელემენტ თანამშრომლობით უქმნის საფუძველს, რომ მან გაიხანგრძლივოს მიტაცებული ძალაუფლება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეტაპზე აბსოლუტურად ვიყოთ არათანამშრომლული რეჟიმის მიმართ და პროტესტი გავზარდოთ და გადავიტანოთ რუსთაველიდან სხვადასხვა ქალაქებში. მადლობა ძალიან დიდი.